ბოდიშ მოვიხდი რა ყველას წინაშე თქვენ იცით ტექნიკური მიზეზები ცალკე ინტერნეტი ცალკე კიდე უშიშროება ყველაფერს აკეთებს რათა არ მოხდეს ჩვენი ლაივ ჩართვა ველოდები დიმიტრის და ალბათ შემდეგ კიდე გერასიმე გელაგვილავა შემოგვიერთდება Dima moნიშნული მყევ ხარ შენც და ისიც რა ქვია გერასიმეც ინტერნეტი მაჩვენებს ცოტა შენელებული არის მაგრამ ნახოთ აბა რა გამოგვივა რა ველოდები დიმიტრი უმანიძეს და შემდეგ ალბათ გერასიმე გვილოვაც რა Dima გელოდები დიმა მოთხოვნა გამოაგზავნე და ისა მე უკვე გამოგზავნილი მაქვს მაგრამ შენ ის მჭირდება თანხმობა რომ შემოგიყვანო რა ჯერ ჩანს რომ არ ახარ შემოსული რა იმიტომ არ მაჩვენებს რომ ვიღაცა არის შემოსული Dima გელოდები Dimitri სადა ხარ Dimitri გელოდები რა დიმა რა ველოდები დიმიტრი ომანიძეს და გერასიმე გვილავას
თუ არა და მე თვითონ წავიკითხავ მიმართვას ქართველი ერისადმი ყველა მამული შვილი ორგანიზაციებისათვის და საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ორგანიზაციებისადმი რა. აი წავიკითხავ მე თვითონ დავიწყებ და მანამდე ალბათ შემომიერთდება დიმიტრი რა. მე მინდოდა დიმიტრის წაეკითხა, იმიტომ რომ მე ძნელად ვხედავ ჩემი მხედველობა. მიმართვა ქართველი ერისადმი და ყველა მამული შვილი ორგანიზაცია საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ორგანიზაციებისადმი არ გათეთრდება ყურანი. 1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალებიდან დღემდე ფაქტობრივი უზურპირებულმა ხელისუფალმა 34 წლიანი ბოგინის პერიოდში განახორციელეს რიგი კოლაბორაციონისტური ანტისახელმწიფოებრივი ანტიქართული ქმედებები, რომ ასია ფაქტობრივი ხელისუფლება ბოლო ბრძანებას ცხადყოფს. მანამდეაც აქ იყვნენ, მაგრამ ამ ბრძანებულებამ სამართლებრივად საზღვარი გაუხსნა ხაზბოლას, ხამას, ტალიბანს, ნარკოტიკს, გარყვნილებას, ფაქტობრივი ხელისუფლება და მათი მამების ინსტრუქციები ერთმანეთს ემთხვევა, თანხვედრაში მოდის. ითვალისწინებს ამ ბინძური ძალების აკუმულირებას საქართველოში, აბორიგენი მოსახლეობის დაცლას და აზია-აფრიკელებით ჩანაცვლებას. ისინი ამ ქმედებით არა მარტო ქართველთ, არამედ ღვთისმშობლის და ასთა გამრიგეს ებრძვიან. ფიქრობენ, რომ ახალი მიგრანტების ნაკადი გამოიწვევს ეთნორელიგიური ბალანსის დარღვევას. ღვთისმშობლის ქვეყანაც აღარ იარსებებს. ასთა გამრიგემ იცოდა, რომ ქართველი ერი ამასოფლის აღსრულებამდე ერთგული დარჩებოდა ღმერთისა, არ ეზიარებოდა უსჯულობას, შეუღალავად შეინახავდა მისგან სარწმუნოებას ურჯულობისგან. განმეორებით და ჭეშმარიტი სარწმუნოების შეუღალავი შემონახვით ჩვენვე შევინარჩუნოთ ღმერთის ჩეული სტატუსი, ჩვენს ღვთისმშობლის წილხვედრობანი თვალსაჩინოდ არის გამოხატული. ამისა და შესაბამისად ყოვლად სამართლიანი ღმერთმა მოგვანიჭა ეს უზენაესი საზეპურო მადლი. ზემოთქმულიდან გამომდინარე მოუწოდებ მამულიშვილ ორგანიზაციებს მამულიშვილური მიზნების შესასრულებლად მოქმედ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ვინც თავს თვლით ღვთისმშობლის ქვეყნის შვილად დავდგეთ ერთად ეკლესიასა და ეროვნული ფასეულობების გარშემო დაცვით. მამული საქართველო უცხო ორიენტაციის რეჟიმის დამღუპველი ზემოქმედებიდან მოახლოებული
სიმნელიდან საჭიროა ბრძოლა ეხლა სანამ ბრძოლის შესაძლებლობა გვაქვს არ გვაქვს წართმეული და ბრძოლისგან უკან დახევა უმცირესი კომპრომისიც კი ბოროტებასთან და მასთან თანხვედრობასაც კი დაშვებული დღეს გაართულებს ბრძოლას მასთან საჭირო საქმის კეთებასთან არის დღეს სანამ არ დადგა ეს ღამე როდესაც არავის შეიძლება აკეთოს ან ფარით ან ფარზე შევწყვიტოთ ქართველთა გენოციდი შევაჩეროთ დემოგრაფიული ექსპანსია აი ეს არის მიმართვა ქართველი მამულიშვილთა და პოლიტიკური საზოგადოებრივი მოძრაობებისადმი ვინც თავს ღვთისმშობლის ქვეყნის ერთგულ შვილად მიიჩნევს რა მაპატიეთ ჩემი მხედველობა მიშლის რეალურად ამ მიმართვის ხელს შემიშალა ამ მიმართვის საკითხვაში და ასევე საზოგადოებრივი პოლიტიკური მოძრაობა იბერიელნი და მოძრაობა ორგანიზაცია ახალი გზა ახალი სიცოცხლისათვის მიმართავთ ფაქტობრივ უზურპირებულ ხელისუფლებას რომელიც ამ უახლოს დღეებში შევა დე-ფაქტო პარლამენტისა და დე-ფაქტო ხელისუფლების სახელზე ფაქტობრივ პარლამენტსა და მის თავმჯდომარეს ამ ცხოვრებაში მოვდივართ არაფრით და ვიბძვით ყველაფრისათვის აქედან გავალთ არაფრით და პასუხისმგებლობა მოგვიწევს ყველაფრისათვის ამ დღეებში კატარის საელჩოში შედგა სპარსეთის ყურის 4 სახელმწიფოსა და ერაყის სახელმწიფოების ელჩების შეხვედრა დასვირის შემდეგ მიიღეს მიმართვა ფაქტობრივი ხელისუფლებისადმი რომ არ შეეხონ მათ სახელმწიფოთა არალეგალურ მოქალაქეებს მათი აკუმულაციის ადგილებში აშენდეს მეჩეთები თბილისში დიღმის მასივში ეს არის ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოებრიობის უფლებათა შელახვა ასეთ რამეს ვერც ერთი ღირსების მქონე სახელმწიფოს ვერავინ ვერ გაუბედავდა ჩვენ მოვითხოვთ თუ მართლაც ღირსეულნი ხართ წერტილი დაუსვათ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისა და სხვა 17 სახელმწიფოდან უვიზო რეჟიმის გაუქმებას და საკადრისი პასუხი გასცეთ იმ 4 სახელმწიფოს ელს საჯარო სივრცეში ყველა სხვა შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას დავიწყოთ საპროტესტო აქციები ახალი მიგრანტთა ნაკადის გამოწვევის ეთნორელიგიური ბალანსის დარღვევა გამოიწვევს ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებას არ უნდა შეიცვალოს ეთნორელიგიური სურათი მეგა ეკონომიკურ კონსტრუქციებს არ უნდა შემოყვეს
დემოგრაფიული ნაკადი განსაკუთრებულად დაცვისაგანი უნდა იყოს ჩვენი სარწმუნოება, კულტურა, სამეცნიერო პოლიტიკა. ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი. თავისუფლებას ცვლიან საკვებზე, შემდეგ ეგრეთ წოდებულ სტაბილიზაციაზე, შემდეგ უსაფრთხოებაზე, შემდეგ აღმოჩნდება არ არის საკვები, არ არის უსაფრთხოება, არც სტაბილურობა და არც თავისუფლება. ეს არის საზოგადოებრივი პოლიტიკური მოძრაობა იბერიელნისა და ახალი გზა, ახალი სიცოცხლისათვის ორგანიზაციის მიმართვა de facto, არა მიმართვა, არამედ მოთხოვნა de facto პარლამენტსა და de facto უზურპირებულ ხელისუფლებაზე. დაუშვებელია ის, რაც ხდება საქართველოში 34 წლის განმავლობაში და ღირსეულმა ერმა, როგორც ერთხელ 1989 წლის 9 აპრილს, დღეს ყველანაირი უთანხმოება უნდა გადავდოთ გვერდზე, ურთიერთ უთანხმოება, ურთიერთ დაპირისპირება და გავერთიანდეთ ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გარშემო. და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში აიგზავნოს უცხო ტომელთა შემოსვლა. მაპატიეთ შემოვიყვანოთ რა დიმიტრიც და თუ გერასიმეს გამოჩნდება, გერასიმესაც შემოვიყვან. და რეალურად უნდა შეწყდეს კანონის თუნდაც არა კონსტიტუციურ პარლამენტში აი მოღალატეობრივი კონსტიტუციით უნდა მოხდეს პარლამენტის მიერ, ფაქტობრივი პარლამენტის მიერ ინიცირება კანონში, რომ შეწყვიტავს უცხოტომელების შემოყვანა საქართველოში. ასევე მასიური დეპორტაცია დაიწყება უცხოტომელთა. ეს უნდა იყოს კანონით დაფიქსირებული და ჩვენ ამას მოვვითხოვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით საქართველოსა და ემიგრაციაში ყველა პოლიტიკურ სამოქალაქო თუ მამულიშვილ ორგანიზაციებთან გაერთიანებას, თუნდაც დაპირისპირებულ მხარესთან, რათა დავიწყოთ უვადო საპროტესტო აქციები, იქამდე სანამ ხელისუფლება უკან არ წაიღებს აი მოღალატეობრივ აქტს და მოვითხოვთ de facto უზურპირებული ხელისუფლების გადადგომას, საქართველოში კონსტიტუციური რესპუბლიკისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენას, სამართლებრივი სახელმწიფოების მშენებლობას. ამიტომ კეთილი ინებოს უზურპირებულმა ხელისუფლებამ და ქართველი ერის მოთხოვნა შეაჩეროს დემოგრაფიული ექსპანსია საქართველოში. ეს იქნება არაბთა თუ აფრიკული, რუსული თუ თურქული, ირანული, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ყველანაირი უცხოტომელთა შემოსვლა უნდა აიგზავნოს საქართველოში. ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენი ბრძოლა იქნება ან სიკვდილი, ან გამარჯვება. საქართველოში
უნდა დამთავრდეს. დღეს ყველანაირი პარტიულობა საქართველოში არის ორი პარტია დღეს არის კოლაბორანტი, მოღალატეობრივი, რენეგანტი პოზიცია და ოპოზიცია და არის პატრიოტები. და ნახავთ საითკენ არის უფრო ძალა პატრიოტების მხარეზე თუ მოღალატეობრივი კოლაბორანტი რენეგანტი ძალების მხარეზე. ეს უკვე ქართველი ერის არჩევანი იქნება. გაყიდით თქვენი შვილებისა და მამულის მომავალს ივანიშვილისა და უცხო სახელმწიფოების სალაპავზე თუ დაუდგებით ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ჩვენ ეროვნულ თვითმყოფადობას და მომავალს ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართველი ერის აღორძინებას, ფეხზე წამოდგომას. სხვა ყველა შემთხვევაში რომ ღმერთი გადაგვარჩენს, წმინდა მარიამ ღვთისმშობელი გადაგვარჩენს, წმინდა გიორგი გადაგვარჩენს და მათი მფარველობით გადავრჩებით. ეს არის ზღაპარი. დიმას ადახა რა დაწერე რომ აქ ახლა რომ დავაჭირო რა ხელი რა. ციალა მოდი შენ შემოდი რა თუ დავაჭერ ერთი აქ ახლა იქნებ შენ შემოგიყვანო. აი გამოგიგზავნე მოწვევა ციალა. მიწერს რომ არ შეუძლიაო შემოსვლაო და რატო არ ვიცი რა ციალა რა. კიდევ ერთი ჩვენი ორი ორგანიზაციის მიმართვა იქნება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის უზენაესი საბჭოსა და გვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს მთავრობის სახელზე. რომელსაც ჩვენ წარუდგენთ მათ დღევანდელი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ ეროვნული პარლამენტისგან უზენაესი საბჭოდან და მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოსთან როგორც ლეგიტიმური ხელისუფლება 1992 წლის 13 მარტის დადგენილება, რომელიც მათი მიღებულია, ამ დადგენილების საფუძველზე გამოსცენ საგანგებო დადგენილება და პროტესტო ნოტა და მიმართონ აი 4 სახელმწიფოს კატარის გაერთიანებული არაბთა ემირატების საუდის არაბეთის სამეფოებზე, ომანის სამეფო და ერაყის რესპუბლიკაზე სახელმწიფოებზე. იმ შემთხვევაში თუ ეს 4 სახელმწიფო დაარღვევს საერთაშორისო სამართალს 1977 წლის ჰელსინკისა და ვენის კონვენციებს, რომელიც ხელი მოწერილი აქვს გაერთიანებული ემირატების ანსამბლეის ყველა წარმომადგენელს, მათ შორის კრემს
ამერიკის შეერთებულ შტატებს და ასევე ამ სახელმწიფოებს. შინაური საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით. და იმ შემთხვევაში თუ არაბული სახელმწიფოები გააგრძელებენ ზეწოლას და ჩარევას ქართულ სახელმწიფოში, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური ეროვნული პარლამენტი და ეროვნული ხელისუფლება მოითხოვს გაწყვიტავს ყველანაირ დიპლომატიურ კავშირს არაბულ სახელმწიფოებთან და მოითხოვს არაბული სახელმწიფოებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია. ასევე მიმართონ საერთაშორისო თანამეგობრობას ევროპარლამენტს, სენატს ამერიკისა და კონგრესს, სახელმწიფო დეპარტამენტს და გაერთიანებული ერების ასამბლეის პრეზიდიუმს. ყველანაირი საერთაშორისო სამართლის დარღვევის საფუძველზე კატარის, საუდის არაბეთის, გაერთიანებული ემირატების, არაბთა ემირატების სამეფოსა და ომანის სამეფოები, ასევე ერაყის სახელმწიფო მოექცეს საერთაშორისო სანქციების ქვეშ. და რაც მთავარია, კანონიერმა ხელისუფლებამ და პარლამენტმა მიმართოს დე ფაქტო უზურპირებულ ხელისუფლებას, დაიწყოს მასიური დეპორტაცია უცხოტომელთა. მათ მიეცათ გონივრული ვადა 190 დღე, რომელიც არის საერთაშორისო სამართლით, ყველა სახელმწიფოში არალეგალურმა ემიგრანტმა უნდა დატოვოს სახელმწიფო, ასევე ჩვენი მიწაწყალი უცხოტომელებზე არალეგიტიმურად გადაცემული იმ სოფლებში, სადაც გაშენებულია უკვე არაბული თუ უცხოტომელთა დასახლებები, მათაც ასევე მიეცეს გონივრული ვადა და იმ შემთხვევაში თუ ის ხალხი არ დატოვებს თავისი ნებით საქართველოს სახელმწიფოს, მათი სოფლები იქნება ბულდოზერებული და მიწასთან გასწორებული. აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა საზოგადოებრივი პოლიტიკური მოძრაობა იბერიანის და ახალი გზა ახალი სიცოცხლისათვის ორგანიზაცია. როგორც ეროვნული ლეგიტიმური ხელისუფლება მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოსადმი, ეროვნული პარლამენტის უზენაესი საბჭოსადმი, ისე ფაქტობრივი მარიონეტული უზურპირებული ხელისუფლებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ყველა მამულიშვილურ ორგანიზაციასთან და ამას აუცილებლად გადავიყვანთ უვადო აქციებში. საქართველოსა თუ ემიგრაციაში. იქამდე სანამ არ აღსრულდება ქართველი ერისნება და ეს 34 წლიანი ოკუპაცია, ფაქტობრივი ანექსია, კოლაბორანტი, რენეგანტი, თვითმარქვია უზურპირებული ხელისუფლება საქართველოში უნდა დამთავრდეს. უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი. აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა. მადლობა ყურადღებისათვის. ღმერთი იყოს ქართველი ერისა და ერთიანი ქრისტიანული უძლეველი საქართველოს მფარველი. ჩვენთანაც ღმერთი.